ყველას მედიაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. ჩემი დღევანდელი გამოშვება იქნება 3 ნაწილს, შედგება 3 ნაწილისაგან. პირველ ნაწილში ჩვენ გვეყოლებიან ბათუმიდან ჩამობრძანებული სტუმრები, რომლებიც სპეციალურად გადაცემისთვის პროფესიონალები და საზოგადოება ჩამოვიდნენ, რათა მოგვითხრონ თავიანთი საქმიანობისა და მეტად საჭირო ისტორიების შესახებ და ესენი არიან ბათუმის ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან არსებული სტუდიის გნოლი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი ალნა გულედანი, რომელიც გახლავთ მომღერალი და რომელიც გახლავთ გორდელაც ყოფილი სოლისტი. მოგესალმები ანა და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხარ და ამავე სკოლის ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-4 კლასის აღსაზრდელი ულამაზესი ნიტა სესიაშვილი. მოგესალმები ნიტა და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. ანა, თქვენ წლების მანძილზე გორდელასგან უშვებდით იმ ლამაზ და მომხიბლებელ ჰანგებს, თქვენს არაჩვეულებრივ ხელმძღვანელთან, თამუნასთან ერთად და გოგონებთან ერთად, რომლებიც ძალიან ხშირად ხელმძღვანელი თამაზ მამალაძე გახდა, ჩვენ მამალაძე თამაზ და თამუნა მემახსოვდა რომ თამუნა ჩვენი რომლებიც ძალიან ხშირად იყვნენ ხოლმე ჩემი სტუმრები, ხოლო შემდგომ აღმოჩნდა რომ მე დღეს გავიგე ეს ამბავი, რომ თურმე ბათუმში დაგიფუძნებიათ ასევე სტუდია. აი რამ გამოიწვია, რა უცილებლობა დაინახეთ თქვენ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერესისთვის, მოწვევისთვის, გაიხარეთ. ბათუმში გადაცხოვრება, ასე ვთქვათ, გამოიწვია ჩემმა ოჯახურმა მდგომარეობამ, იქიდან გამომდინარე რომ გახლავართ 4 შვილის დედა. უკვე მეორე შვილის შემდეგ მანამდე მოღვაწეობდი ანსამბლ გორდელაში, როგორც უკვე აღნიშნეთ და შემდეგ მეორე შვილის შემდეგ რაღაცნაირად დედობრივ მაგრძნობამ უფრო მეტად იფეთქა, ასე ვთქვათ, ჩემში და გადავწყვიტე მეუღლის ოჯახში ბათუმში დავფუძნებულიყავით. შემდეგ უკვე ჩემი შვილი მარიამი გაიზარდა, გახდა პირველკლასელი და აგერ როგორც ნიტა სესიაშვილი ყავს დღეს წარმოდგენილი, ნიტას კლასელი გახლავთ ჩემი მარიამი და ინტერესიც იყო, ჩემი სფეროც არ მინდოდა დამეკარგა, მეუღლის ხელშეწყობით შეუდექი ჩემს პროფესიულ საქმიანობას უკვე ბათუმში. ძალიან სასიამოვნოა. ნიტა, შენ ხატავ არაჩვეულებრივად, მაგრამ გარდა მხატვრობისა შენ დაკავებული ხარ მუსიკით. აი ხა როგორც შენმა პედაგოგმა, ანა მასწავლებელმა აღნიშნა, მღერი, სულ ცოტა ხანში შენ რა თქმა უნდა შეგვისრულებ ჩვენ სიმღერას და მოდი ახლა მითხარი, შენს ცხოვრებაში ჯერ ხატვა იყო და მერე მუსიკა თუ პირიქით? ჩემ მუსიკა დავიწყე. და ეს მუსიკა შენი სურვილი იყო, შენი სურვილით დაიწყე მუსიკა და თუ დედიკოს უნდოდა და მამიკოს უნდოდა რომ შენ მუსიკალური განათლება მიგეღო? არა, მე ჩემ თვითონ გადავწყვიტე და შევსულიყავი. ძალიან მიყვარდა მუსიკების მოსმენა, სულ ვუსმენდი მუსიკებს და ძალიან მომინდა შესვლა და შევედი. მე ძალიან სასიამოვნოა და შეხვედი სიმღერაზე თუ ფორტეპიანოზე? სიმღერაზე შევედი, ფანდურზე ვუკრავ, ოღონდ ჯერ კარგად არა. შემდეგ უკვე შემოთავაზებთ, მომავალ წელს ჩამოვალთ, აუცილებლად უკვე წარსდგება ინსტრუმენტალით და ჯერჯერობით მღერი. მოდი ახლა შევუსრულოთ ერთი ლამაზი სიმღერა, ქალბატონი ანა გულედანი ფანდურის თანხლებით და ნიტა სესიაშვილი სიმღერის თანხლებით. გისმენთ? სიმღერა შევასრულებთ მაღლა. ჩემი სახის დანახვა ღრუბელ დაგეცევდე გეძახოდე სადახარ აკეთი კით რომ დავლინა იარი ხომ არახარ იქნებ ერთხელ მოგიხმანა ჩემი დარდი დანა
შენიდან რომ გადმომყურებ განა შენი მონავარ იქნებ ერთხელ მოგენათლოს ჩემი სახის დანახვა ღრუბელ დაგეცეხდე გეძახოდე სადახარ უღრმესი მადლობა, არაჩვეულებრივად შეასრულეთ. ნიტა ყოჩახ, დიდი მადლობა ქალბატონო ანა, ძალიან დიდი მადლობა. ნიტა, მოდი ახლა მხატვრობას დავუბრუნდეთ. აი პირველად რა ნახატი დახატე თუ გახსოვს? კი, მახსოვს. აბა მითხარი. პირველად სულ ხატავდი, გოგონებს ხატავდი სახლთან ერთად. ეზოში ბურთს თამაშობდნენ ბავშვები, ვერ ბავშვებს ხატავდი. აი ახლა მაგალითად პეიზაჟები გადის შენს მიერ შესრულებული, მართლა ძალიან მაღალ დონეზე შესრულებულია და აი ეს თბილფერთან ცივი რო არ უნდა დასვა და მსგავსი, აი ასე ვთქვათ, მხატვრობის ანაბანა მასწავლი გააქვს? ანაბანა? ხო, მხატვრობის ანბანი მასწავლი გააქვს? ეგ არა მაქვს. არ გაქვს მასწავლი და შენი საყვარელი ფერი რომელია? ვარდისფერი, იასამნისფერი და ყვითელი. ხო, ნუ ყვითელი ცოტა თბილისკენ მიდის, ხო? ხო. და იცი რომ თბილი და ცივი როგორ უნდა შეახამო თუ ჯერ არ გისწავლია ეგენი? ეგ ვიცი. ეგ იცი და არ ღვევ ხოლმე ზოგჯერ ამ კანონებს? შენ როგორც გინდა, აი გულიდან როგორც ამოგივა ისე ხატავ ხოლმე? კი. და პირველად რატო მოგინდა შენ ხატვა, აი ხა ის მითხარი? ძალიან კარგად ხატავდი, დედიკო ყოველთვის მაფასებდა და ძალიან მინდოდა რომ დამეხატა. აი ხატავდი სულ. ნახე რა მაინტერესებს, რამ მოგანდომა ხატვა? დედიკო ისე კარგად ხატავდა. დედიკოს ნახატები დაათვალიერე ერთჩვენიერ დღეს და მიხვდი რომ შენც უნდა გეხატა, ხო? ხო, დედიკო ყოველთვის მაფასებდა ჩემ ხატვაში და აუცილებლად უნდა შეგიყვანო ხატვაზე რომ უფრო კარგად ისწავლო. გასაგებია და შეგიყვანა კიდეც, ხო? კი. ნიტა, მე ვიცი რომ შენ დღეს მოსული ხარ მომზადებული რას გულისხმობ, ეხავე დავაკონკრეტებ. ჯერ მითხარი შენი საყვარელი პოეტი რომელია? ანა კალანდაძეა, ხო? შენი საყვარელი. შენი საყვარელი პოეტი არის ანა კალანდაძე, ხო? და შენ ანა კალანდაძის ლექსზე გუშინ გააკეთე ძალიან ლამაზი ნამუშევარი. მოდი ახლა ჩვენ ამ ნამუშევარს გავუშვებთ. ხოლო შენ ეს ლექსი წაიკითხე რომ მაყურებელმა დაინახოს რამ მოგცა შთაგონება ეს მომხიბვლელი ნახატი მიგეტანა საზოგადოებამდე. ყველაზე მეტად მომეწონა მეორე ნახატი, ძალიან კარგად გამომივიდა და მეორეს წავიკითხავ. კი, მეორე ხო, საქმე იმაშია რომ ნიტამ ორ ლექსზე შექმნა, ხო? ნამუშევარი და რომელიც უნდა ეხა იმას წაიკითხავს და ჩვენ მაყურებელს შევთავაზებთ იმ ნამუშევარს. ლექსს ქვია ფოთლები. გისმენთ. ატირდნენ თები და ლამის მეცავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც ვღონდები. მოწყნე და გაფრინდნენ, ფოთლები. ხეთ ხელი აღაბრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ უჩვეულო კნესით და გოდებით მოწყნე და გაფრინდნენ, ფოთლები. ძალიან დიდი მადლობა. ანა, ძალიან დიდი ისტორია აქვს ქართულ საკრავებს. თუ ასწავლით ხოლმე თეორიას თუ აწვდით მოსწავლეებს? ვცდილობ დიახ თეორიულად მივაწოდო ბავშვებს თეორიის ინსტრუმენტალის ასე ვთქვათ ფუძე საიდან იწყება ეს ყველაფერი რომ ხალხურმა ფანდურმა ова გარდასახვა ქრომატიულ ფანდურში კი ბატონო ჩანს კიდევაც ჩვენი აქტიური
ბავშვები ეკრანზე, რომ ქრომატიულ ფანდურზე ვართ გადასულები, თუმცა ძველ ხალხურ ფანდურს არ ვივიწყებთ. ვცდილობ რა განსხვავება ახლა იმ მაყურებლისთვის? დიახ, განსხვავება გახლავთ დანალადებში, პირველ რიგში წყობაში გახლავთ, ანუ უფრო აი ესე რომ ავხსნა, ასე ვთქვათ, ფორტეპიანოზე აი ნახევარი ტონები რის საშუალებასაც გვაძლევს ფორტეპიანო, აი ამის საშუალებას ქრომატიული ფანდური იძლევა, თუმცა არის მოთხოვნა ხშირ ფესტივალები გახლავთ ბათუმში, რომელზეც მხოლოდ ამ ძველ ავთენტურ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რომელი ჯობია? მე მაინც გონია რომ ძველი ტრადიცია. რა თქმა უნდა, ტრადიციული აუცილებელია, ძველი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ცოტა ისეთი ასე ვთქვათ გარდასახვაც არ გვაწყენს და ძალიან კარგია და რა თქმა უნდა, ეხლა სიახლეს არ უნდა ავაროთ გვერდი და ყველაფერი ძველზე დაყრდნობილი ყოველთვის გაუძლებს საუკუნეებს, რა თქმა უნდა, ეს ნუ არაფრიდან გამოგონილი რომ არის სიახლე, მე სიახლების არ წავს, მაგრამ ძირძველ ტრადიციებზე დაყრდნობილი სიახლე ეს აუცილებელია, მაგრამ უბრალოდ აი თქვენი როგორც პროფესიონალის აზრი მაინტერესებდა და ანუ რასაც მე ვფიქრობდი, იგივე ბრძანეთ. კი ბატონო, ძველი ხალხური რა თქმა უნდა, თუმცა ეს ქრომატიული ფანდური იმდენად ბევრის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ფართო მასშტაბებზე აქვს წყობაც, აკორდების განლაგებაც, ასე ვთქვათ და ძალიან ანუ ფართოდ შეგვიძლია უფრო მეტი მრავალფეროვანი სიმღერები შევასრულოთ ქრომატიულ ფანდურზე. და ეს როდის შემოვიდა მუსიკალურ სივრცეში ეს ქრომატიული ფანდური? ქრომატიული ფანდური ახალი შემოსული და ეხლა დიდ საუკუნეებს ნამდვილად არ ითვლის ყოველ შემთხვევაში. არა, ნუ სადღაც ამ საუკუნის დასაწყისში თუ წინა საუკუნის ბოლოს, ალბათ უფრო ბოლოს. უფრო ბოლოსკენ, დიახ. და აი ზოგადად სიახლეების ეშინია ხოლმე საზოგადოებას და როგორ მიიღო საზოგადოება მუსიკალურ სფეროს გულისხმობ? ხშირად სიმართლე გითხრათ, გორდელა ყოფილა კრიტიკის საგანი ცოტა ჩახედული ბრძანდებით ჩვენს ასე ვთქვათ სფეროში და კი იყო ცოტა ეს გარდასახვა არ იყო ყურისთვის პირველ რიგში, მაგრამ რთულად მიიღეს, თუმცა კი არა, სიფრთხილით კი ბატონო, და ბატონ თამაზ მამალაძის დამსახურებით, რაც მინდა რომ აღვნიშნო აი გორდელას ხელმძღვანელის ბატონ თამაზ მამალაძის დამსახურებით, აი ეს ასე ვთქვათ ახალი პროდუქტი ძალიან ღირსეულად, ძალიან ესე ნაბიჯ გააზრებულად მივიტანეთ სმენელამდე, რამაც განაპირობა ზუსტად ის, რომ დღეს ძალიან ბევრი მოთხოვნა გახლავთ ხალხურ საკრავებზე, რასაც ქვია ფანდური, სალამური, ბანდის ფანდური და სხვა მრავალი ფეროვანი გახლავთ ჩვენი ხალხური საკრავების ჩამონათვალი და აი ზუსტად მგონია, რომ აი ამ ძირძველ მუსიკოსებზე დგას ზუსტად ეს სურვილი იმისა, რომ განვითარდა ხალხური საკრავებიც და მოთხოვნაც მოიმატა. ძალიან დიდი მადლობა. ნიტა, ზაფხულში რითი ხარ ხოლმე დაკავებული? ზაფხულში ყოველთვის მივდივარ სოფელში. ой, რა კარგ ადგილზე მიდიხარ. სად არის შენი სოფელი? კახეთში. და კერძოდ? რა ქვია? კერძოდ წინანდალი. უიმე ულამაზესი, უდიდესი ისტორიის მატარებელი. მერე და რასაკეთებ იქ? ძალიან ბევრი ბავშვებია და სულ გავდივარ გარეთ. ძალიან კარგი. ანუ ან სახში თუ ხარ კითხულობ წიგნებს, ან ხატავ, ან უსმენ მუსიკას, ან თავად მღერი, ხოლო როდესაც ცოტათი დაიღლები წიგნების კითხვით, მუსიკის მოსმენით და თავად სიმღერით, გადიხარ გარეთ და ერთობი. რა თამაშებს თამაშობთ ხოლმე? ჩვენ ბავშვები წრეში ბუთს კარგად თამაშობთ ყველაზე მეტად. ძალიან გვიყვარს. ძალიან კარგი. მოდი ახლა ერთი სიმღერა კიდევ შევუსრულოთ მაყურებელს და დაგემშვიდობებით დროებით. შემოგთავაზებთ წუნა და წრუწუნას. ой, როგორ მიყვარს. გოგო შენი სიყვარული თგული როგორ შემიღონე უიქა სირცხვილია ბიჭო ეგრა გამაგონე რავქნა თუ კი უშენობით მედება ცეცხლის ალია მე რა გიყო რა ვიღონო აბარა ჩემი ბრალია ვარალი ვარლალალო ვარალი ვარლალალო ვარალი და ვარა
აბანელიაო მეცხოს გეტყვი ვერც არასამი ჭის ბიჭო ძნერიაო გოგოვა ჩემი უნდა გახდე შეგიკერავა ფაჩაჩებსა ბიჭო მერას მეკითხები წადიკითხე პაპა ჩემსა ვარალი ვარალალო ვარალი ვარალალო ვარალი და ვარალე ვარალი ვარალალო ვარალი ვარალალო ვარალი და ვარალე ვარალი და ვარალე უღრმესი მადლობა. ანა, ცალკე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ აი ყველაფერ ქართულს აზიარებთ ბავშვებს. ამისთვის ეს ბათუმის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღევანდელ დღეს და ძალიან დიდი მადლობა. ანა, ნიტა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შენს დედიკოს და მამიკოს, შენს ბებიებს და ბაბუებს, რომ აი ესე წიგნების კითხვაც გიყვარს. სიმღერაც გიყვარს, ხატვაც გიყვარს, არაჩვეულებრივად გამოგდის და კიდევ იმისთვის, რომ ერთხელ არ გიხსენებია დავუშვათ რაღაცა ან კომპიუტერი, ან ტელეფონები, ან სახში თუ ხარ წიგნების კითხვით ხარ და აი საჭირო საქმით ხარ დაკავებული, თუ არა და გარეთ თამაშობ წრეში ბურთს და სხვა ლამას თამაშებს. დიდი მადლობა ნიტას მშობლებს და ნიტას ბებიებს და ბაბუებს ამისთვის. ანა, უღრმესი მადლობა მოგზანებისთვის, წარმატებებს გისურვებ. ნიტა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩემი სტუმარი და მე იმედი მაქვს, რომ ხშირად მოხვალთ ხოლმე და ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა. ანა გულედანი და ნიტა სესიაშვილი სტუმრობდნენ ჩემი გამოშვების პირველ ნაწილს. მე ზუსტად 2 წუთით დაგემშვიდობებით და 2 წუთში ასევე მეტად საინტერესო და ასევე ლამაზ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით დროებით. ქართული ფასეულობა არის ერთგულება და ამ ერთგულებაზე დაფუძნებული თავდადება, რაც სხვათა შორის არ არის ადვილი. კაცი შეიძლება შენი ერთგული იყოს, მაგრამ რაღაც ვითარებაში თავდადება არ იყოს. ქართული ფასეულობა არის თავდადების საფუძველზე ვაჟკაცობა. ვაჟკაცობა ეს არის სიკეთით ახსილი სიმამაცე. სიმამაცე თავისთავად არის უნარი ზძლიო საკუთარ შიშს, მაგრამ სიმამაცე შეიძლება იყოს ბოროტიც. თემურ ლენგი, იგივე კოჭრი თემური, ძალიან მამაცი კაცი იყო, მაგრამ ძალიან ბოროტი. თუ კაცს შეუძლია ერთგულება, თავდადება და ვაჟკაცობა, აი ეს სამი ჯამში, ეს არის სიყვარული. ქართული ფასეულობა არის სიყვარული. ყველაფერი ეს სიკეთეს ეფუძნება. ქართული ფასეულობა არ არის შური, არ არის შუღლი და არ არის სიძულვილი. ქართული ფასეულობა გამორიცხავს ქსენოფობიას. ამიტომაც არ გძულდა არასოდეს ჩვენ ირგვლივ ცხოვრები ერები და ამის გამო ჩვენ ვიყავით კავკასიის ცენტრი. ამიტომაც არის რომ აქ თავს სომეხიც აფარებდა, აზერბაიჯანელიც, ებრაელიც და ოსიც და ჩეჩენიც. ჩვენ ყოველთვის შორს ვიყავით როგორც ეროვნული, ასევე რელიგიური შუღლისგან. სწორედ იმიტომ ვიყავით შორს, რომ სიყვარული ჩვენთან ერთგულებას, თავდადებას და ვაჟკაცობას, ანუ სიკეთით ახსილ სიმამაცეს ეფუძნებოდა. ეს არის ჩვენი ფასეულობა და ეს არის ჩვენი აზროვნება და ამიტომ უნდა ვიამაყოთ, რომ ქართველები ვართ. და მეორე ნაწილის სტუმარი ასევე ულამაზესი და მეტად საინტერესო ადამიანი ლიზა კენჭაძე, რომელიც გახლავთ 166 სკოლის მე-4 კლასის აღსაწყდელი. მოგესალმები ლიზა და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ. ლიზა, შენ დადიხარ ტანვარჯიშის აკადემიაში, ზუსტად უნდა ამოვიკითხო, გრანტ რიტმიკა ლალი დოლიძის კლუბში, ხო? ხო სწორად თქვი?
მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი შენი გამოსვლებისა და რამდენი ვიდეოც ნახე, ყველგან პირველი ადგილი გაქვს აღებული. უმეტესობა. ხო, უმეტესობა, ხო? აი მითხარი, როგორ ახერხებ ძალიან ბევრ შრომობ, ლიზა? კი, 5 საათი ვარჯიშობ. შენ მოგინდა თუ დედიკომ მიგიყვანა? მე მინდა და ტელევიზორში უყურებდი და შემიყვარდა. აი ნახე ზუსტად ეხლა მაყურებელსაც შეუძლია ნახოს შენი გამოსვლები. ლიზა, აი რა არის შენთვის ტანვარჯიში? ტანვარჯიში ძალიან ახლოს დგას ხელოვნებასთან, ძალიან ესთეტიური სპორტია, ხო? ულამაზესი სპორტია. და რა დარწმუნებული ვარ, რომ შენ ხელოვნების სხვა დარგებიც ძალიან კარგად გამოგდის. აი მხატვრობა მაგალითად, ან მუსიკა. რა გიყვარს? მუსიკა გიყვარს, მხატვრობა გიყვარს, მხატვრობა. და ხატავ ლიზა? და რას ხატავ ხოლმე? ზღვას ხატავ, კიდე მოდელებს ხატავ და კაბებს. კაბებს ხატავ ხოლმე. მოდი ახლა მაყურებელს შევთავაზოთ მცირეხნიანი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქ ორი დაჯილდოვებაა და ორივე დაჯილდოვებაში პირველი ადგილი გაქვს აღებული და მერე დავბრუნდეთ ეთერში. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. First place, Liza Kenshadze. Okay, I would like to repeat this category. Fourth place, Sonia Mohammed. Third place, Lala Hussein. Second place, Yasmin Al-Belushi. First place, Liza Kenshadze. Exercise of individual gymnastic group B Berlin 2016. Üçüncüye Tahir Divan Camila Gracie Makono. İkinciye Elizade Ayla Kürmingeçevi. Birinciye first place and gold medal winner Kenshadze Liza. Mükafatları təqdim edir Elşan Nəriman, Gimnastika Veteranları Şurasının sədri müdafiəsi. ლიზა, წერან ბაქოს დაჯილდოების ვიდეოსთან დაკავშირებით, შენ რაღაცა ღიმილის მომგვრელი ისტორია გაგახსენდა და მოდი ახლა მოგვიყევი. ძალიან გამეხარდა და ვიცოდი უკვე ადგილზე რომ გებოდი. ხო, თავისთავად, მერე? ან იქ გვითხრეს რომ დაგაჯილდოებთო, როგორც გახართო. ხოდა გავაკეთე გიჟისავთ, მეთქე მე პირველ ადგილზე გავდივარ, თქვა არ მაინტერესებს. და ვიდრე გამოაცხადებდნენ, მანამდე გახვედი, მაგრამ ნუ უკვე ნათქვამი ქონდათ, უკვე ხო იცოდით ყველა მე ხა მასე ყველა იცის ხო, რომელ ადგილზეა. ლიზა, როდესაც შენ ვარჯიშობ? არა, უბრალოდ როდესაც შეჯიბრისთვის ემზადები. გაქვს ხოლმე იმედი, რომ პირველ ადგილზე გახვალ? კი, ხანდახან მაქვს. და ზუსტად მაგ დროს გადიხარ პირველ ადგილზე, ხო? აი ესე იგი, რამხელა მნიშვნელობა აქვს შინაგან განწყობას. არა? ლიზა, ზაფხულობით თუ ვარჯიშობ? კი, ყოველდღე ვარჯიშობთ. ეს
როდესაც გასვლები გაქვთ აგარაკებზე, მაგრამ აი ზაფხულში ხო გაქვთ ხოლმე დასვენების პერიოდი. აი დასვენების პერიოდში შენ ცალკე ვარჯიშობ, ან სახლში თუ ვარჯიშობ, ეგ არის საინტერესო. კი, სახლში ვარჯიშობ. და რეებს აკეთებ ხოლმე? ილეთებს, ტრიალებს, კიდე ქორეოგრაფიასაც ვაკეთებ სახლში. არის რამე ისეთი, რაც აი დავშად რაც არ გამოგსულია და იმაზე აი 1-3 დღე, 4 დღე ძალიან ისეთი მონდომებით გივარჯიშია, მონდომებით კი არა, ნუ აი ძალიან დიდი ხანი დაგითმია დავშად იმ ილეთისთვის. არა. ანუ ყველაფერი ადვილად გამოგდის? ყოჩა და ამ ხანაგებთან ერთად როგორ ერთობი? თუ საუბრობთ ხოლმე, ან იქნებ, შენ ვიცი რომ ძალიან გიყვარს წიგნების კითხვა. კი. და აი წიგნების არის ისეთი წიგნი, რომელსაც რამდენიმე ბავშვი ერთად კითხულობთ, თუმცა თავთავიან თქვენ სახლებში და მე თუ საუბრობთ ხოლმე ამ ნაწარმოების შესახებ. იგავარაკებს კითხულობთ. მართლა და მე არჩევთ ხოლმე? ყოჩახ, არ ვიცი, ნუ აი არაჩვეულებრივი ბავშვი ხარ, არაჩვეულებრივი ბავშვი არის ნიტა, წეგან რო იყო არაჩვეულებრივია ლიზა და კიდე ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ბავშვია სოფლიოში და მადლობა უფალს იმისთვის, რომ მართლა აი ესეთ ოჯახებს დიდი მადლობა და ნუ გარემოცვას რა თქმა უნდა და დიდი მადლობა შენ დედიკოს და მამიკოს, რომ ასე გზრდიან და ასეთი მონდომებული ხარ. მომავალში რასელოდები აი შენი ტანვარჯიშიდან. უფრო მეტი მედლები მქონდეს. და გახვიდე? პირველ ადგილებზე. ცოტა რომ გავიზრდები, მე შემიძლია ოლიმპიადაზეც გავიდე. აი ეგ მინდოდა რომ გეთქვა. შენ აუცილებლად გახვალ ოლიმპიადაზე და გახდები ოლიმპიური ჩემპიონი და თან ერთ გზის კი არა, მრავალ გზის. დარწმუნებული ვარ მე ამაში. სხვა შორს აქ ჩემ გადაცემაში რომ მოდიან ხოლმე შენ ხელები ცოტა დიდები. მე ყოველთვის აღწევენ აი იმ ზენიც, იმ უმაღლეს მწვერვალს თავიანთ მათ მიერ არჩეულ საქმიანობაში, რასაც უნდა მიაღწიონ. მე უკვე იწყებენ ახალგაზრდა სხვა თაობის აღზრდას და შენ აპირებ მე აი დიდი რო გაიზრდებიან რომ მიაღწევ უმაღლეს მწვერვალს, მე აპირებ ბავშვებთან მუშაობას? კი. ეხა ანასდად გამახსენდა ერთი არის ესეთი ემილ ზოლა იმის ფრანგი მწერალი და მას აქვს ნათქვამი. ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი, როდესაც მწვერვალს მიაღწევს ოცნებისას, მაშინ როდესაც მისკენ მიემართებაო. აი ეს იმ მწვერვალისკენ მიმავალი გზის ხიბლი და სიამოვნება არ გამოტოვო. იცოდე რომ შენთვის ხო ძალიან სასიამოვნოა ის თუნდაც ის დაღლა, თუნდაც ის აი ფეხების ნუ ზოგჯერ ხა რაღაცა დაეჭიმება ტანმოვარჯიშეს როგორც ბალერინას ხო და როგორც ნებისმიერ აი ეს დიდი ხანი არ ვარჯიშობ, მუხლები მტკივა ცოტა. ხო, მაგრამ ხო არ გაწუხებს. აი სასიამოვნო ტკივილია, ხო? აი ამაშია საქმე. აი ეს მწვერვალისკენ მიმავალი გზა ყოველთვის არის ძალიან სასიამოვნო. არანაკლებ სასიამოვნო, ვიდრე ის იმ მწვერვალს რომ მიაღწევ და რომ შემდეგ უკვე გადახვალ მრავალი წლის შემდეგ უკვე გადახვალ ბავშვების აღზრდაზე. ძალიან დიდი მადლობა ლიზა, მე შენ გისურვებ წარმატებებს ტანვარჯიშში, მხატვრობაში, სკოლაში, მუსიკაში და ყველა იმ სფეროში, სადაც შენ მოგინდება რომ იმუშავო და სადაც მოგინდება რომ შენი სათქმელი თქვა და შენი სათქმელი მიიტანო საზოგადოებამდე. მადლობა. დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი სტუმარი. ლიზა კენჭაძე გახდა ჩემი სტუმარი ტანვარჯიშის სფეროში მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი. თან მრავალგზის. ძალიან დიდი მადლობა ლიზა, ეხლა დაგემშვიდობები და მეორე ნაწილში ჩვენ გვექნება საუბარი თემაზე ბავშვები, ზაფხული და შრომა. ასე რომ არ გადართოთ, ასევე ლამაზ და ასევე საინტერესო სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით დროებით.
რა არის სამშობლო? სამშობლო არის სვეტიცხოველი. სამშობლო არის ბაგრატი. სამშობლო არის ვარძია. რაფიელ ერისთავ მახსნა ყველაზე კარგად სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე. მარტო ეს არ თქვა ხომ? სადაც შობილ ვარ, გავზრდილ და მის როლია ის არის. სამშობლო ასევე არის, რა თქმა უნდა, მირიანი და ნანა. რა თქმა უნდა. სამშობლო არის ნინო ჩუშანიკი, დავით და კონსტანტინე არგვეთის თავარნიკი. სამშობლო არის დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, კირიონი, ექვთიმეფის კაცი, სამშობლოა გაბრიელ ბერი მცხეთელი. ამავდროულად არის სამშობლო არამხოლოდ შოთა ცხადია და ვაჟა, რომელიც წარმოუდგენლად კარგად განასახიერებს სამშობლოს და არამხოლოდ გალაქტიონი თუ აკაკი, მე მინდა ვთქვა თანამედროვე სამშობლოა ჭაბო ამირეჯიბი, გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინე-ფუქუცესის სამშობლოა. სამშობლოა ჰამლეთ გონაშვილი და სამშობლოა მერაბ კოსტავა ცხონოს იამზე დოლაბერიძე, ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ანცაზე ვარ სკოლაში. აი ეს არის სამშობლო. საფირუს ხმელეთ სულ მუხტა ჩემო სამშობლო მხარეო შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენ ზედვე Zapirus khmerez zur mukhta chemo samshoblo khareo და კვლავ გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება პროფესიონალი ფსიქოლოგის თინათინ იგივე თიკა აიწურაძის თანხლებით მოგესალმებით თიკა ძალიან დიდი მადლობა სპეციალურად თიკაც და მისი არაჩვეულებრივი გოგონა ლიზა ბორჯომიდან ჩამოვიდნენ თიკა ზაფხულია ხა და მაინტერესებს შენ პროფესიული თვალსაზრისით უნდა კონდეს თუ არა სამეცადინო მოსწავლეს ან ახალგაზრდა სტუდენტს თუნდაც საფხულის პერიოდში თუ სრულად დასვენებას უნდა მოანდომოს ეს პერიოდი. მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მიყვარს თქვენთან სტუმრობა. ჩვენც გვიყარს რომ მოდიხარ თიკა. იცით როგორ არის დიდი დატვირთვა რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული რომ ბავშვმა დასვენება შეძლოს იმ ყოველდღიური რუტინისგან. რაც არ უნდა იყოს სკოლის პერიოდში ეს დილით ადრე ადგომა, თვითონ რეჟიმი, კონტროლიც. ან ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ზაფხული არის ზუსტად კარგი შესაძლებლობა იმისთვის რომ ბავშვი ცოტა მოდუნდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არაფერი არ უნდა აკეთოს. უბრალოდ სწავლის ფორმა უნდა იყოს შესაბამისად შერჩეული, უფრო რაღაც თამაშის ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრე დაუშვათ ჩვეულებრივი საკლასო, საკაკვეთილო პროცესის მსგავსი იყოს. უფრო მეტი ეფექტი აქვს, აი თუნდაც დედიკოები, როდესაც რაღაც საქმეს აკეთებენ, ამ პერიოდში შეუძლიათ რაღაც მათემატიკური მაგალითები შესთავაზონ. თვითონ კლასიდან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე, იგივე გამრავლების ტაბულაც. მაგალითად რამდენი იქნება 5x5 ან 7x5 პირობითად და ბავშვები უფრო ხალისით პასუხობენ ასეთ დროს კითხვებს თან ამ დროს ვარჯიშიც გამოდის. ასევე შეიძლება რაღაცა განმავითარებელი თამაშები გამოვიყენოთ ასეთ დროს. ლიტერატურაში თუ არსებობს ეს თამაშები? ნახეთ ლიტერატურაში ძალიან კარგი იქნება იგავების კითხვა, იმიტომ რომ ანალიზს საჭიროებს და ჯგუფურად თუ გაარჩევენ, ან ოჯახში დავშოთ ოჯახის წევრები ერთად ან ბავშვები თუ გაარჩევენ, ძალიან სასარგებლო იქნება. კი, ლიზა რო კითხულობს, მე ვარჩევთ, ანუ ჯერ რა თქმა უნდა ლიზას აზრით ვინტერესდებით რა გაიგო, რომ წაიკითხა. ლიზას დედიკოა თიკა. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ჩვენ ვერთვებით უკვე ყველა თავის აზრს გამოთქვამს ვინ რა გაიგო და მე შეჯამებას
ვაკეთებთ. თუმცა არიან ბავშვები, რომლებსაც უყვართ უფრო მხატვრული ლიტერატურა, რაღაც განსაკუთრებულ წიგნებს კითხულობენ. ლიზას შემთხვევაში ასე არ არის, უფრო იგავები უყვარს და ის რაც არის ან ამოცანა, ან რებუსი, უფრო სხვა ხასიათის. ამიტომ სავარჯიშოც უნდა იყოს შერჩეული თვითონ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. ეს პატარებზე. აი ხა დავუშვათ აი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებთან როგორ არის საქმე? იქაც თამაშით უნდა მოხდეს? არა, ნახეთ, იქ უკვე შეიძლება რაღაცა დღიურის მეშვეობით, ან რამე სამაგიდო თამაში, თუნდაც მონოპოლია და ბევრი თამაშებია. აი დღიურის მეშვეობით, აი როგორ, მაგრამ ჩანაწერები გააკეთოს. ჩანაწერებს აკეთებენ ხოლმე. მე სხვათა შორის სუბეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ჩანაწერებით გააკეთეთ. კი, მეც მაქვს ბევრი შემთხვევა, რომ აი 14-15 წლის ასაკის ბავშვები ვიცი, რომ დღიურს აწარმოებენ თან ისე, რომ შეიძლება მის მშობელმა არც იცოდეს, მაგრამ ბავშვები წერენ რაღაც განსაკუთრებულ დღეებს, ან რაღაც აღმოჩენას რო გააკეთებენ, ან რაღაცა ახალი რო ხდება, ან რაღაცას რო აკეთებ უბრალოდ, იმიტომ რომ ქსიამოვნებს და რაღაც კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება. უბრალოდ რო ქსიამოვნებს, ამას აღწერენ. და აქვთ ასეთი თავისი დღიური. ეს ძალიან განმავითარებელია, იმიტომ რომ ეს არის საკუთარ თავთან დიალოგი, თერაპიულია საკმაოდ. და საინტერესოც. კი, აი ხშირად იმართება მსოფლიო მნიშვნელობის ასამბლეების შეკრებები, აი იქ რას უნდა მიექცეს ყურადღება? შენ ახლა პროფესიონალი ხარ და ყველაფერი იცი და გავლილი გაქვს და იმიტომ მინდა რომ ყველამ გაიგოს. იქ ნახეთ უფრო გათვლილია გაზიარებაზე, ხო? ვის რა გამოცდილება, ყველა თავისას აზიარებს. ვორქშოპებია, დიახ, სამუშაო, იმიტომ რომ გუნდური ჩართულობა, ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი. კი, თან ეცნობი ძალიან ბევრ უცხო ადამიანს, ახალ კონტაქტებს შეიძენ. ამავე დროს გეძლევა შესაძლებლობა, რომ ყველამ თავისი ქვეყნის ისტორია, კულტურა გააზიაროს, გაცვალონ კონტაქტები, იმუშაონ თავიანთი, აი ყველა ქვეყანას ხო აქვს თავისი კულტურა, თავისი ასე ვთქვათ, რაღაც განსხვავებები და მეტად უფრო საინტერესო და ნაყოფიერია ასეთი ვორქშოპები, იმიტომ რომ ყველას თავისი მიდგომა აქვს და საბოლოო ჯამში ისინი ჯერდებიან რაღაც ერთზე. ანუ პოულობენ ხო გამოსავალს იმისათვის, რომ მათი გუნდი იყოს იმ კონკრეტულ მომენტში უფრო კრეატიული. იგივე შეიძლება პატარა მასშტაბებზე გადმოვიყვანოთ ჩვენ აი ჩვენ სკოლებში, უნივერსიტეტებში, აღზრდობით. საბავშვო ბაღში თუ შეიძლება მსგავსი რაღაც. ჯგუფური კი, როგორ არა. არა, ნახეთ უბრალოდ ასაკს გააჩნია ხა 2-3 წლის ბავშვთან, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ უკვე დამამთავრებელი რომელიც არის, შეიძლება ჯგუფური სავარჯიშოს გაკეთება. მაგალითად, ხა მე რაც მქონია პრაქტიკაში, პედაგოგებს რო ვაკვირდები, ძალიან საინტერესო დავალებები შემოაქვთ, გაფერადება ავიღოთ. ხო? ბავშვებს ხო აძლევენ თავისუფლებას, რომ უნდა გააფერადონ რა ფერშიც უნდათ. მაგრამ აძლევენ ისეთ ნახატებსაც, რომელიც უნდა გააფერადონ კონკრეტულ ფერში. აკვირდებიან როგორ არის გაფერადებული სწორად, ხასიკით არის გადასული, არ არის გადმოსული, განსხვავებები. არა, ძირითადად ბავშვებს აძლევენ იმის შესაძლებლობას, როგორც უნდა ხატონ. მაგრამ ხომ არის ისეთი სავარჯიშო, რომელიც არის უფრო ორიენტირებული კონცენტრაციაზე ყურადღების, რამდენად კარგად გაიგე, აღიქვი ის დავალება, რაც მოგცეს. და არის რაღაც კონკრეტული ნახატი, რომელიც არის გაფერადებული, უკვე არსებობს. მასწავლებელი არაფერს არ ეუბნება, გადახატვას გულისხმობ, აი რამდენად დაკვირვებული ხარ, რომ დაუშვათ ბოთოლი იყოს ერთ მხარეს ყვითელი, მეორე მხარეს წითელი. აი ეს რამდენად აქვს განვითარებული ბავშვს. აი ესეთი დავალებებიც გუნდურად ძალიან საინტერესოა, ასევე განსხვავებების პოვნა, როდესაც არის ნახატზე დაკვირვების უნარს. ანუ ეგეც ასე ვთქვათ ავითარებს და ვიგებთ, რამდენად აქვს ეს უნარი განვითარებული და ასევე სხვადასხვა დავალებები, რომელიც კეთდება გუნდურად. მაგასაკში. რასაც ყვები თლიანად თავისუფლება უნდა მივცეთ ბავშვის შემოქმედებას, ხო? არაჩვეულებრივია და აი აქვე მინდა ვთქვათ, ნუ ძალიან მცირე დოზით თუ შეიძლება რომ ილაპარაკო შენიშვნაზე. ცოტა დამრთგუნველი მიმაჩნია მე შენიშვნა გაჩნია როგორ ეტყვის შენიშვნას, ანუ შენიშვნა უნდა იყოს კონკრეტული და გაჩნია რა ასაკშია, რა თქმა უნდა და თან არგუმენტირებული და ეუბნები ასე არა, რომ ეს ასე არ შეიძლება. ანუ შეგიძლია აუხსნა სხვანაირად, რომ ასე უკეთესი ხომ არ იქნებოდა. ან ნახე, აი აქ ასეა. მოდი ასე გავაკეთოთ, ანუ შენიშვნის ფორმა უნდა იყოს ადეკვატური და ასაკისთვის შესაბამისი. და აი ეზოს თამაშებზე რა სიტყვა?
ესოს თამაშები კი, უსმენდი, ძალიან საინტერესო იყო, იდეალურია ზაფხულის დასვენებისთვის. სხვათა შორის ესეც განმავითარებელია, ის ეზოს თამაშები, იგივე წრეში ბურთი. ჩემ ბავშვობაში ცოტა მეტი თამაშები იყო, ეხლა უფრო სხვა სახის თამაშებია, მაგრამ ვისი სული გსურს წრეში ბურთი, დახუჭობანასაც თამაშობენ. დახუჭობანა, კი. ეხლაც თამაშობენ სხვათა შორის ბავშვები, ოღონდ კიდე არის რაღაც თამაშები, რომლებიც ცოტა განსხვავდება ჩვენი ბავშვობის თამაშებისგან და მაგრამ გუნდურად კარგად ერთობიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩათვალეთ, რომ იგივე მეცადინეობა, იმიტომ რომ ტვინი მაგ დროს დაკავებულია, ანუ ფიქრობ რა როგორ გააკეთო ხო სტრატეგია, რომელი სტრატეგია უნდა შეიმუშაო იმ კონკრეტული განმავითარებელი თამაშის დროს, თუნდაც დახუჭობანას დროს რო იმალები, იმაზე ხო უნდა იფიქრო, რომ ისე დაიმალო, რომ ვერ მოგძებნონ მარტივად. ორდროშობანაც ხო იყო. კი, ესეც ხო კაი, რა თქმა უნდა, ამიტომ ამასაც აქვს თავისებური დატვირთვა, თან ნერვულ სისტემას ჭირდება დასვენება, აღდგენა. იცით რატო? იმიტომ რომ თუ ზაფხულშიც ბავშვმა ინტენსიურად იმეცადინა, იკლებს мотиваცია და ინტერესი ეკარგება შემოდგომაზე, როდესაც საგაკვეთილო პროცესი იწყება. იმიტომ რომ ვერ ასწრებს იმ დასვენებას და თუ მას არ შესთავაზე რაღაც განსხვავებული გარემო, განსხვავებული პირობები, სადაც მოახდენს ძალების აღდგენას, ასე ვიტყოდი მარტივად, ანუ რთული იქნება მისთვის შემდგომ უკვე ინტერესით და მთელი ძალით და დატვირთვით სკოლის დაწყება. და კარგია ლაშქრობები, ასევე იქნება ეს ბანაკები, თუ იქნება ეს სპორტული შეკრებები, მაგალითად ჩვენ გვქონდა ეხლა ხანს გუშინ დასრულდა სპორტული შეკრება, მეც ვიმყოფებოდი და ვორქშოპიც მქონდა როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან და ტრენერებთან, ძალიან საინტერესო იყო. და ვაკვირდებოდი, რამდენად საინტერესოები არიან აი ეს გოგონები, რომლებიც სპორტით ცხოვრობენ, ანუ ყველაზე განსხვავებული ხედვა, აი ვორქშოპის დროსაც ძალიან განსხვავებული ემოციები ჰქონდათ, რა ერთი კონკრეტული მაგალითი თუ შეგიძლია. კი, ანუ ნახეთ, დავალება მიმეცი, რაღაც ტყეში ვიყავით გასულები, პატარა მედიტაციაც გავაკეთეთ საბავშვო, იოგა გამოვიყენე და ვთხოვე, რომ რაღაც ლიდერობაზე გვქონდა სხვადასხვა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და არა ფილოსოფიები და არა, ფილოსოფია არა, მაგასაკში ფილოსოფია ძალიან ზედმეტი, უბრალოდ მუსიკის ფონზე რაღაც საუბარი მქონდა, რომ აი რა უნარი მაქვს ისეთი, რომ გავხდე ლიდერი, განსაკუთრებული უნარი და აი ესეთი ფრაზები წამოვიდა, ერთი სიტყვით უნდა დაეხასიათებინათ საკუთარი თავი. და იმ თერაპიის მერე ზოგმა თქვა, რომ აი არის მხიარული, მე რომ ვკითხე, რომ ეს მხიარულება რაში გეხმარებათ? ენერგია მაქვსო, მე დიდი რაოდენობითო ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა და ენერგია რაში გჭირდება და იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო. ანუ ასევე იყო მაგალითად ერთი სიტყვით ერთ-ერთმა გოგონამ თქვა, ვარ მებრძოლი, ვარ წარმატებული, ანუ და რომ ვეკითხებოდი რაში გჭირდება ეს წარმატება, მსიამოვნებს, მომწონს, მიყვარს, რასაც ვაკეთებ, ჯილდოსთვის აკეთებ თუ იმიტომ რომ გიყვარს. აბსოლუტურად ყველას პასუხი იყო ამ დანმოვარჯიშეების ერთხმად მიყვარს. და ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ რთული სპორტია კი საკმაოდ. ეხლა წარმოიდგინეთ 10 თუ არ უყვარს ვერ იქნება. 10 დღის განმავლობაში ბავშვებს ჰქონდათ რეჟიმი, ვარჯიში, დილის ნახევარზე ჩვეულებრივად სირბილი, ნუ ტყეში შანგბადით გამდიდრებულ გარემოში, საგნებით ვარჯიში, პლუს ისე იყო აწყობილი ტრენერების მიერ ეს განრიგი საინტერესოდ, რომ ჰქონდათ აუზიც, ნახეთ, რელაქსაცია, საიდანაც შეიძლება ამ ენერგიის მიღება, რაც დახარჯეს დაუშვათ დილას და აღდგენა. თავისუფალი დრო ასევე ხატვისთვის ჰქონდათ, ან ისეთი აქტივობისთვის, რომელიც მათ მოწონდათ. ფრენბურთს თამაშობდნენ, წრეში ბურთს თამაშობდნენ, იმიტომ რომ ტერიტორია იძლეოდა ამის შესაძლებლობას. ამით რისი თქმა მინდა? იმის, რომ აი ჭირდება ბავშვს ეს ყველაფერი. თუ გინდათ, რომ წარმატებული იყოს, ბედნიერი იყოს და მშვიდი იყოს ბავშვი, იმიტომ რომ რუტინა და ეს დაძაბულობა, ანუ აღიზიანებს ბავშვის ნერვულ სისტემას. და ამიტომ სპორტულ შეკრებებსაც აქვს მნიშვნელობა, როგორ იქნება პროგრამა თვითონ აწყობილი. და ამით გამოირჩევა გრანდ რიტმიკი, რომ ყოველთვის აქვს ბავშვზე მორგებული თვითონ სამუშაო და სავარჯიშო გარემოც და დასვენებაც შეთავსებულია ვარჯიშთან. ხო, ესე იგი შრომა და დასვენება თავსებადია ნამდვილად. თავსებადი უნდა იყოს, ხო? კი. არის და უნდა ბალანსი უნდა არსებობდეს, ხო? დისბალანსი არც ერთ შემთხვევაში არ ვარგა, რომ ბავშვმა მარტო დაისვენოს მთელი 3 თვე, მერე გაუჭირდება საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ამიტომ პატარ-პატარა ვარჯიშები,
რომ ტვინმა ივარჯიშოს წიგნის კითხვა, ლექსის კითხვა, კი, პატარ-პატარა ლექსებიც, აი ნოდარ დუბაძე იდეალურია ყველა ასაკში, ასე მგონია, იმდენად მსუბუქად იკითხება და შეუძლია ნებისმიერი ასაკის არა, მადლობა მერს ახლა ქვეყნის ის ყავს ჩვენი პოეტები, რომლებსაც აქვს ეს ძალიან ბევრია, კი. მე ვამბობ საწყის კლასებზე ხარ, იმიტომ რომ ბაღიდან თითქმის ასწავლიან და უკვე მათთვის ნაცნობია და სასიამოვნო. თიკა, აი ბაღში რა დოზით უნდა ასწავლონ? ნუ ახლა ეს ალბათ უკვე განათლების სამინისტროს შეთანხმებულები არიან, ალბათ სკოლის დაწყებითი პედაგოგების აღსაძლებელები და პედაგოგები და ისინი ბაღის პედაგოგები. მაგრამ რა მაინტერესებს? ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირველ კლასში მისული ბავშვი ბავშვისთვის აბსოლუტურად უინტერესო გამხდარა ის პროგრამა, რასაც გადიან, იმიტომ რომ იმან უკვე იცის ეს და აი აქ რა ხდება? ამ დროს მშობელი უნდა იყოს ფრთხილად, ხო? რა თქმა უნდა. არ მგონი ახლა ბაღში ისასწავლონ, რაც არ უნდა ასწავლონ. იცით რა არის ბაღში, რასაც სწავლობენ, მე სახლში კიდე ამის გაზეპირება აღარ არის საჭირო. ხშირ შემთხვევაში, ნუ ბაღში უფრო გათვლილია დოზირებულად ამ ყველაფრის შესწავლა, მაგრამ ჩვენ ხო ზოგადად გვეჩქარება და რაღაც განსაკუთრებული შედეგები გვინდა ხოლმე და შესაბამისად კიდე სახლშიც მინახავს ამ პატარა ბავშვებს, რომ ამეცადინებენ. არ უნდა კი თითქოს უხარიათ მშობლებს, რომ ბევრი რაღაც ეხერხება ბავშვს 5 წლის ასაკში, 4 წლის ასაკში, მაგრამ ეს მერე პრობლემას ქმნის ზუსტად პირველ კლასში, რომ მიდის, მისთვის საინტერესო აღარ ხდება პროგრამა. სხვათა შორის თავიდან რომ სწავლობდი უნივერსიტეტში პირველი კურსის პირველი სემესტრი კარგად მახსოვს, იმდენად ბევრი მქონდა მასწავლი და იმდენად სრულყოფილად ის პირველი სემესტრი რაც კი ჩემთვის უკვე არ იყო საინტერესო, უბრალოდ ვსწავლობდი, მივდიოდი, ვესწრებოდი რა თქმა უნდა ლექციებს, იმიტომ რომ საჭირო იყო. უკვე ზრდასრული ადამიანი ჩემთვისაც შემაწუხებელი იყო. ან იცოდი რომ უნდა დასწრებოდი, მაგრამ ხა პირველ კლასელ ბავშვს იმას ვერ აუხსნი. ამ დროს ხდება თუ არა პირდაპირ მეორე კლასში დაჯდომა? ეს არ გვაქვს ჩვენი შესაძლებლობა ჯერჯერობით. დიახ. ხო, აი ხა მშობლებს, მაგრამ ალბათ უფრო მშობლებს უნდა მიმართოთ, აღმზრდელებს. აი როგორ რა ზოგჯერ არის ხოლმე რომ ბავშვს ერთი წლით დიდი დაიკო ან ძამი ყავს და იმასთან ერთად ხო და აი ამ დროს რაღაცა ვთქვათ ისეთი რომ არის ეს შემთხვევები და ეს ბავშვები მერე ნუ განიცდიან თავისთავად, მერე მშობელი ბრაზდება. ზომიერება. ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა მშობლებს ეს არის დაიცვან ზომიერება ყველაფერში საჭიროა და მათ შორის სწავლაშიც, რომ ბავშვისთვის იყოს პროცესი საინტერესო და აღარ უნდა სახლში კიდე დამატებით რეპეტიტორის ან თუნდაც რეპეტიტორის როლში ყოფნა მშობელს. მე ამას გულისხმობ. ხა დედმამიშვილებში სხვათა შორის მამაბეზრებელი არ არის, იმიტომ რომ თამაშით არის და უფრო ნაყოფიერია, რა თქმა უნდა. დედმამიშვილებში არაფერი ეს უფრო ნაყოფიერია, მაგრამ დედასთან მეცადინეობა უფრო სასკოლო რეჟიმს გავს. შესაბამისად, აი აქ რო ცოტა თავი შეიკავონ, უკეთესი იქნება. და ზომიერება მე მგონი მზრუნველობაშიც უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჰიპერმზრუნველობა ადამიანს აძლევს კი არა ართმევს უფრო სწორად დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას, ანუ შემდგომ გამოიკვეთება ხოლმე. იმიტომ რომ არ ვაცდით ბავშვებს რაღაცა მოიმოქმედა, შეიმეცნა, აღმოაჩინა, შუაგზაში ვაჩერებ, მე გავაკეთებ, ან შენ არ იტკინო, მე დაგეხმარები, მე ბევრია რა და დროს ბავშვი გიყურებს და აღარ იცის განახორციელოს ის თავისი ქმედება, რომელიც დაიწყო თუ არა. აი სად უნდა დაამუხრუჭოს ამ დროს მშობელმა? დააცადეთ ჯერ არ წაქცეულა უკვე ეუბნები წაიქცევიო. წარმოიდგინეთ, იქნება არც წაიქცეს. თუ ისეთ ადგილას არის, აი სახლში, სადაც არანაირი საფრთხე არ არის, მე არ მაქვს ახლა საუბარი ისეთ კუთხის ზედაპირზე. არა, ხო, ნუ ახლა კლდის პირას და იმაზე არ არის. ამიტომ, სადაც ახლა უსაფრთხო გარემოა, დაეცეს თუნდაც წამოდგება, ხო? თვითონ წამოდგება. ანუ აცადეთ, რომ მან განამტკიცოს თუნდაც ის ნაბიჯები, როცა სიარულს სწავლობს. ჩვენ კი გვაქვს მაგდროს შფოთვა რამე არ იტკინოს. მაგრამ ზოგჯერ ეს შფოთვა არის უსაფუძვლო და გადამეტებული. ცხოვრებაშიც ეგრეა, ინახეთ უკვე ზრდასრულობაში, რაზე ვშფოთავთ მომავალზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა და სავარაუდოდ არც არასოდეს დადგება. ძირითადად ისეთ რამეებზე, კი, ისეთ რამეებზე ვართ მიდრეკილები ზრდასრულ ასაკში რომ ვიშფოთოთ, რაც არასდროს არ დამდგარა და სავარაუდოდ არც დადგება. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ აწმყოთი და მივენდოთ ჩვენ შვილებს, ხო? იმიტომ რომ ბავშვებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ძალიან ბევრი და არა ხო, ნუ არ არიან ახლა ცუდის გამკეთებლები არ არიან, ხო? აი, რა შემთხვევაში აკეთებს ბავშვი ცუდს?
პროტესტის ნიშანია ძირითადად და ჰიპერმზრუნველობა. კონტროლი, როცა მაღალია კონტროლი, აკრძალვები, უსაფუძვლო აკრძალვა. ანუ, როდესაც მშობელი ობნება ხშირად მომისმენია სამწუხაროდ ეს ფრაზა, არ მინდა და არ წახვალ, აი, ასეთი ფრაზაც. რას ვაპარაკობ, ეგ როგორ შეიძლება? ნუ, უცხო გარემოდან ზოგადადაც ვერ ჩაერევი, ხო, ან მე ესე ხო ვერ ვეტყვი. ეხლა უთხარი. აი, ეხლა მაგ შესაძლებლობა დავიტყვი ფრაზა. ნახეთ, მშობელი იძახის. მშობელი ეუბნება ბავშვს. თან, იცით, აი, განსაკუთრებით დასრულ ასაკში უკვე თინეიჯერობის უბრალოდ ეს მოზარდიროა. როგორი საფრთხილო ასაკი. კი, რომ არ მინდა და არ წახვალ, იმიტომ რომ მიასწევ თქვი. ანუ ეს აი, ბევრი მინდა არის მშობლის მხრიდან კონტროლი, ეგოიზმია, დიახ. აი, ასეთ დროს შვილებს უჩნდებათ პროტესტი და შეიძლება ისეთი რამე გააკეთოს, რაც ნაფიქრი არ ქონდა. თან ხო ბევრი ემოცია ჭარბობს ისედაც პუბერტატის ასაკია, ისედაც ემოციურად, თვითონ ბავშვი წყალიბდება ფიზიკურად, ემოციურად და აღარ უნდა ზეწოლა. ამ დროს უნდა ვიყოთ მეგობრულად უფრო განწყობილი, იმიტომ რომ ყველაზე ჯანსაღი მიდგომა არის ეს რა კარგია შვილებთან მეგობრობა, ხო, ყველაზე კარგია და ნაყოფიერი ნამდვილად. და არ საჭიროებს კონტროლის ზედმეტ მექანიზმს. აი როგორ არის იცით? უნდა მიუშვა, მაგრამ თან ისე მეგობრულად რაღაც დაარიგო. აი სულ ისე გაშვებაც, რა თქმა უნდა, არ ივარგებს, იმიტომ რომ არსებობს გარემო, რომლის გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს, მაგრამ მეგობრობა ზუსტადაც მაგას კონტროლით არა. გვერდით იყო. კი. ნუ შეიძლება ხა ერთ ქალაქში სიტყვაზე არ ცხოვრობდეთ, მაგრამ ყოველთვის გვერდით. ეიმედებოდე, ანუ მე შენ გვერდით ვარ, ეს უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ვიდრე არ გააკეთო, ნუ გააკეთებ რაღაც აკრძალვები, ხო? ამიტომ, როდესაც თუნდაც აკრძალვა რაღაც და ეუბნები, რომ ამას ნუ გააკეთებ, იმიტომ რომ გეტკინება, არგუმენტირებული უნდა იყოს, ახსნილი უნდა იყოს. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი ვეუბნები, ბევრჯერ ვეუბნები, კიდე ბევრჯერ უნდა უთხრა და ის აუცილებლად დაილექება. უწმინდეს აქვს, ნუ ჩვენი ბრძენი უწმინდესი ხო ყოველთვის საინტერესო ქადაგებები აქვს ხოლმე უწმინდეს, მაგრამ და ერთ-ერთი ხა ამომიტივტივდა სიყვარულით თუ გაზრდი შვილს ის არასოდეს ცუც არ გააკეთებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. თიკ აიწურაძე იყო ჩვენი გამოშვების მესამე ნაწილის სტუმარი. ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მე მას ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ და მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის. ნახვამდის.